ყველას საფეხბურთო სალამი. ეს არის ფუტვიჟენი და დღეს ერთად გავეცნობით საფეხბურთო სიახლეებს. ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა, როგორი მოქმედებს ეს მის კარიერაზე და რამდენად მძიმე ტრავმაა. კიტეიშვილის შესანიშნავი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. მოიკანოს კომენტარი ილია თოფურიაზე. ქართველს დავაფინიშებ ეს მარტივი ფულია. ფეხბურთის ლეგენდა ლიონელ მესი ლამინ იამალზე კომენტარს აკეთებს. ეს და სხვა მრავალი სიახლე ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. ერთგულ მაყურებელთან თხოვნა იქნება დამიფასოთ შრომა და ავიყვანოთ ეს ვიდეო 2000 მოწონებაზე. თუ ახალი ხარ და ჩემ ვიდეოს პირველად უყურებ, გამოიწერე არხი და შემოგვიერთდი. 55000 გამომწერს უახლოვდებით, ამიტომ შენ შეგიძლია დაგვეხმარო და პროცესი დააჩქარო. გახდი ამ ყველაფრის ნაწილი. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში შევიდა და ლიონში გოლების გატანა დაიწყო, მისი სატრანსფერო ღირებულება შემცირდა. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატში ზურიკო დავითაშვილიც თამაშობს. სენტ-ეტიენი ცუდ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ამის ფონზე ქართველი ფეხბურთელი კარგად ასპარეზობს. ზურიკოს სატრანსფერო ღირებულება კი გაიზარდა. ტრანსფერმარკეტის ცნობით მიქაუტაძე დღევანდელ დღემდე 20 მილიონი ევრო ღირდა. დღეს კი ვხედავთ, რომ ის 18 მილიონი ღირს. რაც შეეხება დავითაშვილს, მისმა ღირებულებამ 3 მილიონით მოიმატა და ახლა ჯვაროსნების ფეხბურთელი 8 მილიონი ევრო ღირს. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა სენტ-ეტიენის რიგებში ჯერჯერობით 14 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიქაუტაძემ ლიონის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 18 ჯერ მოირგო და მანაც 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე შეგახსენებთ, ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ტრანსფერმარკეტის მიხედვით 80 მილიონი ევრო ღირს. ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2025 წლამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS იწერს. მედიის ინფორმაციით, ვალენსიას წლის ბოლომდე დარჩენილი მატჩების ჩატარება კაპიტან ხოსე ლუის გაიას და მეკარე გიორგი მამარდაშვილის გარეშე მოუწევს. გამოცემა წერს, რომ მამარდამ ბარძეყის სწორი კუნთი რაიოსთან მატჩში დაიზიანა და ამის გამო წლის ბოლომდე იუქმებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეკარე ღამურებს ვალიადოლითან, ესპანიოლთან და ალავესთან მატჩებში ვერ დაეხმარება. რაც შეეხება გაიას, ისიც დაახლოებით წლის ბოლომდე იუქმებს. ცნობისთვის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ვალენსიას მაისური 14 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 3ჯერ გამოუვიდა. 14 მატჩის შემდეგ ვალენსიას 10 ქულა აქვს და ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზეა. გიორგი მამარდაშვილის ტრავმის შესახებ ვალენსია მას დაპოსტა, შესაბამისად ეს ინფორმაცია ნამდვილია. UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანიას გადაცემის სტუმარი იყო. მთავარი თემა, რომელზეც მანქანა მილაპარაკა, მომდევნო ორთაბრძოლა გახლავთ. დვალიშვილი საჩემპიონო კამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს და მერაბი მისგან ბოდიშს ელოდება. როგორც კი ვთქვი, რომ თებერვალში მოხდებოდა ჩხუბი, უმარმა დაიწყო ლაპარაკი, თითქოს მასთან ორთაბრძოლას თავს ვარიდებდი და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მან ჩემი მისამართით უამრავი ცუდი სიტყვა თქვა. შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ რა განცხადებები გააკეთა. უმარმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე შეურაცხყოფა მომაყენა და როცა შევხვდი ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი მეთქი. მითხრა, ასე მინდოდა, რამე პრობლემა გაქვს. 20 წუთის შემდეგ ნურმაგომედოვს განსხვავებული ქცევები ჰქონდა და პრესკონფერენციაზე მოიტყუა თითქოს ჩემ მიმართ, ჩემი ქვეყნის მიმართ და ჩემი ხალხის მიმართ უპატივცემულობა არასდროს გამოუხატავს. ის მატყუარა და ნეხვის გროვაა. კაცები ასე არ იქცევიან. ადრე ამბით შევხვდი და ვუთხარი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ვიჩხუბებთ მეთქი. მან კი სოციალურ ქსელებში ჩემი შეურაცხყოფა დაიწყო. არ მინდა UFC-ს პრობლემები შეუქმნა და უმარი ჩხუბამდე ვცემო, რადგან ეს თავის გასამართლებელ მიზეზს მისცემს და შეიძლება ბრძოლასაც ჩაეხსნას. სამაგიეროდ არის შანსი ორთაბრძოლის შემდეგ სახეში მოხვდეს, რადგან ოქტაგონზე რაც ხდება სპორტია და არა ნამდვილი ჩხუბი. თუ უმარი ბოდიშს არ მომიხდის, სახეში მოხვდება. დაღესტანში ჩასვლაც რომ მომიწიოს წავალ. დაღესტანი და დაღესტნელი ხალხი მიყვარს, დაღესტნელი მეგობრებიც მყავს და ისინი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ უმარმა შეცდომა დაუშვა და ამაზე პასუხი უნდა აგოს. ნურმაგომედოვი კარგი მებრძოლია, მაგრამ კარგი ადამიანი ნამდვილად არაა. შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება UFC 311-ზე გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკინიანის ორთაბრძოლა გახლავთ. UFC 311-ს 19 იანვარს ვიხილავთ. იტალიელმა კომენტატორმა კარლო ალვინიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ალვინიო გამოეხმაურა ტრავმას, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო და განაცხადა, რომ მისნაირი ტალანტების დაცვაა აუცილებელი, რასაც სერია 100 მსაჯების საერთოდ არ აკეთებს.
აკავშირებენ. ძალიან გაბრაზებული ვარ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კვარაცხელიაზე ნადირობა მიმდინარეობს. ნაპოლის მეტოქე გუნდების მწვრთნელები ტაქტიკურ გადაადგილებებს კი არ მიმართავენ. თავიანთ ფეხბურთელებს ეუბნებიან კვარას ეუხეშონ. ხვიჩას პირველივე დღიდან ეუხეშებიან და მსაჯებსას უბრალოდ არ აინტერესებთ. არადა ტალანტები უნდა დავიცვათ. შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ოფიციალური განცხადების თანახმად ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესის დაჭიმულობა დაუდგინდა. პარტენოპეი კვარას დაბრუნების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ ცნობილია, რომ ხვიჩა წლეულს გუნდს ვეღარ დაეხმარება. ანტონიო კონტეს ბიჭებს 15 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებენ. ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს გამართავს და თბილისის დროით 9 საათზე სტუმრად უდინეზეს დაუპირისპირდება. რამოდენიმე დღის წინ კორიერე დელო სპორტმა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივებასთან საკმაოდ ახლოს არის. წყაროს ცნობით ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა და სიტუაცია დადებითად ფასდება. ამ ინფორმაციას რადიო მარტეც ადასტურებს და წერს. რა თქმა უნდა, ცუდი ამბავია, რომ კვარამ ტრავმა მიიღო, მაგრამ კარგი ამბებიც არსებობს. მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეებია. ამ მომენტისთვის ყველა საუბარი ნაყოფიერი გამოდგა და ძალიან მალე ქართველი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2029 წლის ივნისამდე იქნება გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს. გარდა ამისა, პრიორიტეტი კონტრაქტში იმ რაოდენობის გამოსასყიდი თანხის ჩაწერაა, რამდენიც მამუკა ჯუღელს სურს. აღნიშნული თანხა 80 მილიონ ევროს არ უნდა გაცდეს. ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში შტურმი ლილს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2-3 დამარცხდა. ავსტრიულ გუნდს ქულის აღებამდე სულ ცოტა დააკლდა. კარგი მატჩი ჰქონდა ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ფრანგებს 1 გოლი გაუტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ლილმა პირველი ტაიმი 2-1 მოიგო. ოთარ კიტეიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა ლილის კარში, რომელიც დარწმუნებული ვარ მის კარიერას და გოლების სიას დაამშვენებს. მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 47 წუთზე ბირეთმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. 73 წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი კვლავ ოთარ კიტეიშვილს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. ცნობისთვის ოთარ კიტეიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. ბრაზილიელი მებრძოლი რენატო მოიკანო ილია თოფურიაზე კომენტარს აკეთებს. მებრძოლი მიიჩნევს, რომ თოფურიამ წონეთი დივიზიონი არ უნდა შეიცვალოს, თუმცა თუ ეს მოხდება, მზადაა ილიას ეჩხუბოს, იმიტომ რომ როგორც ის ამბობს, ეს მისთვის მარტივი ფული იქნება. ვფიქრობ, ილია ძალიან ბევრს დაანოკაუტებს, ის ძალიან ძლიერია, თუმცა ვფიქრობ, მისი დაფინიშება მე შემიძლია. იმიტომ რომ მე სტრაიკერი არ ვარ, მე მოჭიდავე ვარ. თუ შევძელი მისი ზურგის აღება 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ დავაფინიშებ. თუმცა თუ საუბარია სტრაიკინგზე, ის ძალიან სოლიდურად გამოიყურება. ჰოლოვეის წინააღმდეგ ჩხუბში უბრალოდ შეუდარებელი იყო. თოფურია ძლიერია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი წონითი დივიზიონისთვის ის ძალიან პატარაა. არ ვიცი, ვფიქრობის თავის წონაში უნდა დარჩეს, მაგრამ იქნება სასჯობს. მოვიგო და ილიას ჩემ წონაში ჩხუბი შევთავაზო? ეს ჩემთვის მარტივი ფული იქნებოდა. იმ კრიზისის ფონზე, რაც ბარსელონაში გასულ წელს სუფევდა, ლამინ იამალი ნამდვილი იმედი აღმოჩნდა. ესპანელი ფეხბურთელი დღევანდელი ფორმაციის ბლაუგრანას ლიდერია და მის გარეშე კატალონიური გრანდი წარმოუდგენელია. ბარსას ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ იამალის შესახებ ისაუბრა და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. ლამინ იამალის შესახებ ბევრი ძალიან კარგი რამ გავიგე. როგორც ის მუშაობს, ეჭვგარეშეა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევს. მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის უკვე აწმყოს ნაწილია და უდაოდ წინ დიდი მომავალი აქვს. შეგახსენებთ, რომ იამალი ბარსელონას გაზრდილი გახლავთ. პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა. ვიდეო დასასრულს მივახლოვ და იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში ჩემი თხოვნა იქნება შრომა დამიფასოთ და არ დაიზაროთ ვიდეოს დალაიქება. ასევე კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. მე კი გემშვიდობებით და აბა წარმატებები.